აი მე შემთხვევით დამავიწყდა რომ ტურცაცხვი მესვა ეს 24 საათია და ხელები მივიგლისე ტურცი და სულ წითელი ვარ, აი სულ. ვითომ გავიშორე, მაგრამ აი ესაყურე დავიწყე გუშინ, რომელიც დასრულებამდე დარჩა კაი 2 საათი. ოღონდ ერთი დავასრულე და კიდე 2 საათი ალბათ ამჭირდება. ეს გახლავთ ცოტა აქ ბუსუსი აქ ამას ასე ვერ ამოვაძრობ, ამას სხვანაირად უნდა, მაგრამ ასე გაჩვენებთ. აი ესეთი მოდელი გახლავთ, უკან გახლავთ აი ასე. და აქ თეთრებს რასაც ხედავთ, ეს ხდება იმიტომ, რომ იმას ვქენი, რა ქვია, გვერდები, ამოვუხვიე ქვია, ამოხვევა ქვია. ნახეთ ამოხვეული რა ლამაზია, ეს უკან ვინ შემეკითხებით რომ რატოა ასე, ეს ჩვეულებრივ მოვლენაა, მეგობრებო, როდესაც კეთდება ამოხვევა. რა თქმა უნდა, არაფერი გამოჩნდება, როცა ყურზე გაიკეთებთ. ამიტომ ამან არ დაგაბნიოთ და არ იფიქროთ, რომ რამე არასწორია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ერთი გუშინ დავასრულე, რადგან ამოხვევა სჭირდება დიდი დრო. რადგან ნახეთ როგორი წვრილი იმით მაქვს გაკეთებული, მოიცათ. ერთი წუთი. ნახეთ ძალიან წვრილი ბისერით მაქვს გაკეთებული, შესაბამისად სათითაოდ არის ამოხვეული და სათითაოდ ამოხვევა სჭირდება ძალიან დიდი დრო. აქეთ ჯერ კარკასია მზად. ეს გამზადებულია, ეს უნდა გაკეთდეს და მე ამოხვევა უნდა გაკეთდეს, ასე რომ კაი დიდი დრო უნდა, რისი თავიც ახლა არ ვიცი რამდენად მაქვს. ყოველ შემთხვევაში სახლი მაქვს დასალაგებელი და არ ვიცი რომელი ერთი უნდა გავაკეთე მოკლედ. თუმცა ძალიან მომეწონა რაღა დაგიმალოთ, აი ეს კონკრეტული მოდელი, რომელიც ბზინავს, ჭკვინავს და რა ვიცი, ყველაფერს ერთად აკეთებს. კაი, ეს მოკლედ გასაკეთებელია და ამაზე მეტად მეგობრებო, რაც წინა არის და ანუ იღლები ამის გაკეთებაზე, ორი იმდენი უნდა უკან გაკეთებას ენერგია და დრო თუ მით უფრო ამოხვევას აკეთებ. მაგრამ რადგან ერთი ამოვახვიე, უკვე ვფიქრობ, რომ ამის დაშლას ჯობია რომ მეორეც ამოვახვიო ბარემ. ხო და ვნახოთ, ძალიან ლამაზი არის, მე ძალიან მომწონს, ძალიან ბზინავს და ძალიან ლამაზია. ეს კიდევ არ გამიკეთებია. ოღონდ, ანუ რატო არ ვაკეთებ, არ ვიცი. მით უფრო რომ ერთი ცალი გაკეთებული მაქვს გოგოებო და ეს დამჩა უკანა კარკასი გასაკეთებელი და რა არის ეს ამოჩემება რომ არ ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ არის ხოლმე რომ ამიტომ რომ თუ ორივე ერთად არ გავაკეთე, ცალს რო გავაკეთე, აი ცალს ხვალ გავაკეთებ, უკვე მეზარება. მიდევს თვეები აგერ. ესეც რამალ-მალე მთავრდება. წყვილი ყრის 10 თეთრი, ეს უკან რეზინები. ძალიან ლამაზი მოდელი გავაკეთე გუშინ, აი ამ შუშებით. ულამაზესი. მე ზედა კარკასი არ მომეწონა და დღეს დავშალე, თუმცა ყურზე ვნახე როგორი იყო, დავტესტე და ძალიან ლამაზია. უბრალოდ ზედა მხარე უნდა შევუცვალოთ, რომ იგივე დარჩება როგორც იყო. და ეს უნდა გავაკეთო ამ დღეებში, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ყურზე რომ მოვსინჯე. გუშინ ორი ნემსი გამიტყდა და ბავშვს არ შეეჭოს, მოდი თავი დავიცოთ ახლა და დავიღოთ აქედან. ამოხვევის დროს ხშირად ხდება ხოლმე ესეც ჩვეულებრივი ამბავია. საჭმელი გასაკეთებელი, სხვა პარტიას არიცხი დასარეცხი, სახლი დასალაგებელი, ხვალისთვის მოსამზადებლები, საბანაობო და მეისებს ზივარ, რა ზველოდები კაცმა არ იცის, მაგრამ ზივარ, რა იყოდე? კი, ჩემო სიცოცხლე, ოღონდ ეს ზაფხულში უნდა ჩავიცოთ, ხო ზამთარია დე. ნუ გაზაფხულია, მაგრამ ცივაშვილო ჯერ, კარგი? რამე ქვედა ბოლო მოძებნე, დედიკო, ხო? შევთანხმდით? ხო და მოკლედ რა. ეს უკვე საყიდელი მაქვს, იმიტომ რომ
ჯერ რაღაც უჯერი არა, მაგრამ მე ეს უნდა ვიყიდო შიდა სარჩული ალბათ ჯერ არ დამჭირდება შიდა სარჩული ანუ ეს ჯერ არ, მაგრამ ის დამჭირდება აუცილებლად. ხო და დედა მოფრინავს ეს გუშინ მარია თქვა ვიდეოში და პარემეც ვიტყვი პირველში მოფრინავს დედა და ხვდებიან მამა და ჩემი მეუღლე რადგან გამთენისას ჩამოფრინდება და მე თუ არ დავიძინე მეორე დღეს სამსახურში ფიზიკურად ვერ წავალ და გაცდენით ვერ გავაცდენ ხო და ძალიან მინდოდა მარიამთან ერთად დახვედა და ძალიან გეგმავდით უბრალოდ ისე დროს მოფრინავს რომ ძალიან მეორე დღეს მე ძალიან ბევრი ენერგია მჭირდება და ძალიან გამიჭირდება მთელი ღამე და მე იქიდან მოდი გამოიცვალ და პიტაპიტადი სამსახურში იქნება შეუძლებელი ამიტომ ესე გადაწყდა რომ უკეთესია უნდა გაკეთდეს ესეთი ამბები ხა მე წავალ სარიცხო და შევყერო სხვა პარტია კიდე უჯელი დავრეცხო თქვენ ამას წიათ მეუბნებოდით უენერგიობისათვის რა შეიძლება მიიღო ანუ ხო არის რომ მე ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ და ენერგია მაქვს მინუსებში გადასული და მივიღებ ყველანაირ რჩევას რაც კი არსებობს და რასაც დამიწერთ მადლობა წინას. ახლა ვფიქრობდი რაღაცეებზე და რას ვფიქრობ გეტყვით. აი რომ ამბობენ ხოლმე რომ სახლში ქალის ჯდომა დაუფასებელია და დაუფასებელია და ეს არის. საერთოდ მე ერთ რამეს მივხვდი. ხალხო, ქალის სახლში ჯდომა კი არ არის დაუფასებელი. ზოგადად ქალია დაუფასებელი ამ სამყაროში. დაუფასებელი იმიტომ რომ სულ ვფიქრობ ხოლმე, აი ჩემთვის დებილობებზე რომ ვფიქრობ ხოლმე, წაუმილის თავში რაღაცები. სულ ვფიქრობ რომ ზოგადად ქალები ისე არ ვართ დაფასებულები, როგორც გვინდა, როგორც უნდა ვიყოთ და როგორც წარმოგვიდგენია. ეს მხოლოდ ვიღაცამ iPhone-ი გაჩუქა, ამით არ განისაზღვრება. ზოგადად მე მგონია რომ ქალები არ არიან ისე დაფასებულები ამ სამყაროში, როგორც უნდა იყვნენ. ხო და რამე ის ხო არ მოვიმოქმედოთ. რამე. ტობრო, რატომ არ ვართ დაფასებულები, ვინმე მეტყვის? ვიზე ნაკლებ რამეს ვაკეთებთ? ველადა ვართ გაჭრილები, მაგრამ ხა რად გინდა? სამყაროში ქალი არის მაინც დაუფასებელი რა, ჩემთვის ეგრეა. სამყაროში ისე ვერ დაფასდა ქალი როგორც უნდა დაფასებულიყო. როგორც იმსახურებს ქალი დაფასებას, რომ ჩემი აზრით ისეც ვერ დაფასდა მაინც და მაინც. თქვენ აზრსაც მოვისმენ დიდი სიხარულით. რა არიდა? ხო დედიკო რა თქმა უნდა ხა მაგის გარეშე ოდის ხო გარეთ გადიოდი. ხო და მე სულ ვამბობ ხოლმე კაცო რომ ვიცახი მე ლამის არის ხახა ამომაძრონ და ასია ეხა რაც არ უნდა თქვა რომ უი ეგრე არ არის თუ რაღაცა ზუსტადაც რომ ეგრეა გეხვეწები რა ვერ ისწავლეს რა იცით აი მამაკაცებმა რომ ქალს ჭირდება იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მათ წარმოუდგენიათ ოღონდ როგორ უნდა აუხსნა ეს ზოგადად კაცს სოფლიოში არ ვიცი ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ მაინც და მაინც რამდენად ახლა მინდა რომ ვინმეს რა მეუხსნა ვერ გეტყვი, მაგრამ მაინც მგონია რომ მამაკაცებს ვერ გაუგიათ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამყაროში ქალი. სულ ეგ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერ გაუგიათ და მოკალი თუ გინდა ახლა. რაც ვერ გაუგიათ, რა გინდა რომ ქნა. ახლა იტყვიან რომ ისევე როგორც თქვენ ვერ გაგიგიათ ჩვენ რა ეს გვაქვს და რაღაცები მაგრამ ბავშვიც მოყვებით კი ბატონო ალბათ არც ჩვენ არ გაგვიგია მაგრამ მოდი ჯერ თქვენ გაიგეთ კაცებო
რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი ზოგადად ამ სამყაროში. ხო და მერე დანარჩენზე ვისაუბრო ძალიან გევეცრებით. ძალიან ბრაზდები სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაცნაირად გონია რომ ბევრად მეტს ვიმსახურებთ ქალების სამყაროს ქალები ზოგადად და კაცისთვის ეგ არის ჩინური. მოკლედ ეს მოდელი გამზადებული მაქვს ცალი. იმიტომ რომ ესეთი ბევრი გავყიდე და გავამზადე ცალი და ცალის დამზადება დამეზარა და მიდევს აგერ ერთი ცალი. ხო და ვნახოთ აპრილში მივდივარ ჩემი ნათის ეს არის ქორწინების მე რამდენი წლის თავი, მაგას მერე მოგიყვებით და ნახეთ რა ლამაზე გაჩნია რას ჩავიცვამ, სავარაუდოდ მსგავს მეორეს გავიკეთებ. ნახოთ რა როგორ და რას ჩავიცვამ და საერთოდ იმაზე რა მომიხდება გონზი არა ვარ და რა ვიზუალით წარვსდგები, მაგრამ შევეცდები რომ არ ამიშავდეს, თორე ჩემი კომფორტის ზონა სხვა რამეა მაინც. კაბას არ ჩავიცვამ, ადრე მითხრეს რომ მოტკეცილი კაბაო, მოგიხდებაო, მეგობრებო, მე მაქვს მუცლის ზონა დიდი, რო ვიმატებ მუცლის ზონა მიმატება, ამიტომ მოტკეცილ კაბაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემთვის ახლა იქ ძალიან ჩინურია მოტკეცილი ეს რა ქვია კაბა. ესეთი ფერები მაქვს რაღაცა ცოტა. ხო და ესეთი ფერები. დედა ჩემი გადაირია ყვითელი საყურე მინდაო. ხო და ვაიმე. უნდა იმას ავქნა რომ ჩამოვა. უნდა დავუმზადო აუცილებლად, იმიტომ რომ ის საყურე გაიყიდა საბერძნეთში შესაბამისად, დედა ჩემს ვერ შეხვდა ეგ კონკრეტული საყურე. თუმცა შეკვეთით იყო დამზადებული და შესაბამისად მაგიტო გაიყიდა და რო ვუთხარი დედა გინდა ესეთი თქო და რავი არაო და რო ნახა ადგილზე გადაირია ეს რა ლამაზი ყოფილაო და მეთქი აღოჩინ ჩამოდი საკოთხო და მე აქ დაგიმზადებ თქო. ეს ვარდება ხოლმე გოგოებო, მოიცა გაჩვენოთ, ნახეთ ბუდეებიდან ვარდება ესენი რა შუშები. იცის ხოლმე ამოვარდნა ხო და როცა არ არის თქო კარგად ჩაკეტილი ან რამე იმ შემთხვევაში ვიცახი. ამიტომ ეს უნდა ჩავსვა თავის ადგილას, ხო, იმიტომ რომ რატო გავაფუჭო და გადავაგდო. ეს არ არის ამის ბუდე, არ ეტევა. სავარაუდოდ ეს პაწაწინა იყო მაგისი ბუდე. არა და იმდენად ძვირს ვიხდი ხალხო, მენანება გადასაგდებად ყველაფერი რა. არ გადავაგდო. და უნდა გადავაგდო შვილო. რაღაცაში გამოვიყენებ, თავარია ჩავსვა. ჩამივარდა. კაი. დაახლოებით 4. ვაიმე დედა შუბლზე საშილო დამაყარა ხალხო და მეფხანება და იმედია ჩუთ ყვავილა არ მაქვს, იმიტომ რომ ჩუთ ყვავილა მოედო ბაღებს, სკოლებს და ზოგადად. ხო და ადრე მგონი გადავიტანე და მითხრეს რომ არა გენაცვალე ინფექციური დაავადებაო და შესაძლოა კიდე შეგხვდეს, ამიტომ დაზღროულო. მე ბავშვობაში გადავიტანე ადრე როგორც იყო, ასე თურმე არ ყოფილა. თქო როგორ ფიქრობ. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მალე ზაკომოდის. ისეთი ბედნიერი ვარ და აღელვებული და რა ყველა ემოცია როგორც ყოველთვის. ერთად მაქვს ხოლმე, რომ ის ძალიან ცოტა ხანი რაღაცნაირად როგორ ვარიცი დედა სახლშია. აი ეს განცდა ხალხო. ის რომ ვიცი რომ დედა სახლშია, ისეთი ამახელველია ჩემთვის. ისეთი რაღაცნაირი ემოცია იმხელა იმას განვევი. ვაიმე შველეთ.
ხედა. დედიკო სალფეტკი მომიტანება. მან ჩქარა. თოს ვერ ვახელ დროზე. ჩქარა, მომიხიე დროზე. რატო გემართ? დამეწოთ. რატო გემართ? რა გაკივლებს მარიკო? ვაი. მერტო. აი ეს რო ძალით მეკრავისავდი ხალხო. ერთი წუთი თვალი ძალიან მეწვის გოგოებო. ანუ მაგარი კულიდან ვარ. საწავილა შვილო. ვაიმე. ვაიმე დედიკო. მეცინება. ეხლა ძალიან მეცინება. ხალხო რანაირად ცხოვრებაში ესეთი რამე არ მომსვლია. აი არ მომსვლია, რომ აი ესე კი რაღაცნაირად მომსვლია ცოტა, მაგრამ ასე? აი მე დღეს მე მგონი სპეციალურად მომიყვანა ამ ყველაფერმა ხასიათზე. აუ რა გავერთე, უბრალოდ თვალი მეწვის ძალიან. თვალი გამოვითხარე ჩვეულებრივად და ამ კუდების სიცილ ხჩერდა და ვინმეს ვიცინეთ ამ ყველაფერზე. არა დაწნებულებები გაიცინების. ღმერთო თალო. აი არ ვიცი, დედას გეფიცებით ხალხო. აი დედა. თვალი ძალიან მეწვის. იმედია ყავაშია ჩაიწუწა ტომატი. სულ იმაზე მაქვს. კი გავიწმინდე თმაში და რაღაცეებში, მაგრამ მაინც აშკარად კარგად შემეწუცა. სულ მეგონი მაგდენი არც იყო და ამდენი რა ნერჩევეს ხა მართლა ვერ გავიგე. მიყვარს რა, აი დაოგეგმავი რაღაცები ცხოვრებაში ძალიან მიყვარს. ჩამისქელდეს. მიყვარს და მომყალებს. არა და მე საუბრა იმაზე, რომ რაღაცა რომ ბრუნდებიან ადამიანები, ხო ის ერთი თვითონ რა შექმნებები ემოციები. სია უკვე დავიშალე. არ ვილაპარაკებ. მოკეცი ვიწყალია. ვაიმეს რა და მემართა. სასწაული ადამიანი ვარ. არ ვიცი ახლა ვუყურებ ხალხო და საგრძნობლად მაქვს სახეზე გამოყრილი შუბლზე და აი ამ იმაზე ძალიან დიდი იმედი მაქვს ახლა რომ არიქა არ დამეტაკება არაფერი. ახლა მაგის დრო არ არის ყოველ შემთხვევაში. დედა ჩემის წინა ჩამოსვლა იყო პოეზიის აღამს დედას ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოში ვერ დავესწარი, იმიტომ რომ ისეთი ვირუსი მქონდა რომ ფეხზე ვერ ავდექი. და მაშინ მახსოვს მეკითხავდნენ რომ განა ასეთი გრიპი რა გქონდა რომ ვერ წახვედი დედის პრეზენტაციაზე. ხა ვის წარმოუდგენია რომ გვანცა დედის პრეზენტაციაზე არ წავიდა მხოლოდ გრიპის გამო. ნუ ვერ ავდექი საწოლიდან. ვერაფრით. დედი შოკოლადი არ გაქვს არაფერი რომ მათხოვო, მაჩუქო. მათხოვო. დედი ეგ არ გადააგდო სიყვარული. ეს უკან ჩემი ბარხანა ვაიმე კარგად დავჯდე რა. რაღაცა კვირა დღის დაჯდომა არ მომიწყია ჯერ. აუ ეგ არ მინდა და სხვა არ არის. რაღაცა იყო მადმიდი ნახე კარგად. რაღაცა გრძელი შოკოლადი და სმად ეგ მომიტანე მაინც არ მიირთმევ. ესე იგი სახლში კედლებზე ალაგ-ალაგ ეს უბი მე ხო გახსოვთ რომ გეუბნებოდით რო არის.
და კედლები რო დაამუშაო ჩემქმარმა და რაღაცა მაგას უნდა ხალხო აი მინიმუმ 2 დღე რომ სახლში არ ვიყოთ, ყველაფერი უნდა იყოს ღია, იმიტომ რომ საშინელი აქვს თურმე მომწავლეს უნდა წაუსვას და რა. ეგ რათ მინდა მარიკო? სხვა შოკოლადი დევს მათ წითელი მოძებნია ბადედი. ეს გადავაგდე. გადააგდე თუ არ გინდა და რა ვიცი ხა რელიქვეთ ხوار ვინახავთ. ხო და ძალიან მაწუხებს, აი არავიზუალურია ძალიან და ყველგან ემჩნევა უკვე და ძალიან შემაღონებელია. მაგრამ აღმოჩნდა რომ ზაფხულამდე ვერ გააკეთებს ვერაფერს, იმიტომ რომ ის რაღაცა რო უნდა წაუსვას, აქვს ძალიან ძლიერი სუნი და მოკლედ. ყველაფერი უნდა გამოყაროს და ასე შემდეგ და ასე რომ ვისაც ახალი გაკეთებული გაქვთ რემონტი, გაითვალისწინეთ რომ ეგრევე რაღაცა კამფორებს რო ეძახიან და რაღაცებს ეგენი არ აანთოთ. და ჩემსავით უკუღმა არაკეთოთ ყველაფერი, ჯერ დააყენეთ გამათბობელი და მერე გადმოდით საცხოვრებლად. იმიტომ რომ ცოტა ხანი იმას რო ვანთებდით და ვთბებოდით, გააჩინა ობი ისეთ ოთახში, სადაც ყველა მხრიდან ფანჯარაა და არასოდეს ამ სახლში მსგავსი ამ ოთახში არაფერი არ ყოფილა, ახლა გაჩნდა. იმიტომ უკვე გითხარით მოკლედ რატოც და იგივე შეცდომას დავუშვით. ვაიმე თვალი როგორ მეწვის ხალ ხო მიშვიდეთ. ჩამიციტლდა. დილამშვიდობის მეგობრებო. როგორ ხართ? წავიდეთ სამსახურში არის 8:30 დილის წინს გავს. აბიცოდი თუ წვირიათ რომ ქოლკი წამოვიდოდი. და წავიდეთ სამსახურში მარიკოს მოიყოს მამიკოც და გვიან ორშაბათი დღეა, მორიგე ვარ და კი ისიც ხოლმე ორშაბათობით როგორც ხდება. გუში უნდა მეთქვა და თქვენ ისე დამავიწყდა ძალიან დიდი რაღაცა ვიდეოები ეძღვნება ამ თემას, რაც მინდა რომ ახალცებ გავიაროთ. ეს არის რატომ არ აწერენ მცირე თუ მსხვილი ბიზნესები ფასებს, როდესაც დებენ ნივთს გასაყიდად. ამ წამს მე დავიწყებ ჩემით. მე რატომ არ ვაწერ და მე გავყვეთ ზოგადად რატომ არ აწერენ ხოლმე. არის ამის რამდენიმე მიზეზი. ჩემს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიზეზი, რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით. მცირე ბიზნესს მით უფრო ძალიან სჭირდება აქტივობა. თუ აქტივობა არ იქნება და არ იქნება აქტიურად შენი მაყურებელის პოსტის ვინც ნახავს, ხო? და ვინც ნახობს, იქნება ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ მიერთებული იმ გაყიდვებზე, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ზოგადად და ვწვალობთ. თუ არ მექნება კომენტარი კითხვის სახით ეს ნივთი რა ღირს თუ რა ღირს ზოგადად და ასე შემდეგ ვიღაც ნახავს რომ უბრალოდ არ ვიცი წერია ფასი არ მოეწონება და რა ასკროლავს. მაგრამ როდესაც ინტერესდება ფასით, ხშირ შემთხვევაში გილაიქებს იმ რაღაცა კონკრეტულ ნივთს და გიწერს კიდეც ეს რა ღირს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აქტიურობა მოგებადა. ეს არის მეგობრებო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ მცირე ბიზნესს ძალიან გვჭირდება და მცირე ბიზნესს თავი დავანებოთ და სხვაზე არ ვისაუბროთ, მე ძალიან მჭირდება. ეს არის რა თქმა უნდა, ბევრისათვის გამაღიზიანებელი იქნება, უამრავი ადამიანისათვის, მაგრამ რეალობა არის ეს. ახლა გადავიდეთ იმ საკითხებზე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში თუნდაც მსხვილი ბიზნესები არ აწერენ ხოლმე. ბევრი აწერს, რა თქმა უნდა, მცირეც და რა ვიცი, მსხვილიც, მაგრამ პირველი ეს აქტიურობა, რაც ვთქვით, და აქტიურობა არის მნიშვნელოვანი. ეს პირველი საკითხი გავიარეთ. მეორე საკითხი არის კონკურენცია.
ბაზარზე თქვენ იცით რომ არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია, როგორც რა ვიცი, თუნდაც ხელნაკეთი, თუნდაც ონლაინ გაყიდვები 60-ზე და უამრავ რამეზე, რა ვიცი. და ფასებს შორის მიდის ხოლმე რაღაცა ომი, რის გამოც ცდილობენ ხოლმე ყოველ შემთხვევაში, რომ არ დააწერონ. რა თქმა უნდა, ხა თუ ვიღაცას შენ კონკურენტს ფასის გაგება უნდა ხალხო, მაგაზე მარტივი რა არის, ვინმეს მიაწერინება და დასრულდა. მაგრამ ნუ ზოგადად ეს არის ხოლმე ერთ-ერთი კიდევ მიზეზი ამის. ეს არის ორი ძალიან გავრცელებული მიზეზი, რის გამოც არ ეწერება ხოლმე პოსტზე ისთვის ღირებულება. და წერენ უამრავ ვიდეოებს, რომ სადაც ნახავ, რომ არ წერი 100 წელი არ მეკითხები და კი ბატონო, მესმის, რომ გამახიზიანებელია ესეც. მაგრამ თუ ძალიან გინდა ნივთი, აი მაგის მიწეროს რაღა უნდა გეხვეწები რა ღირს. აი ნუ ვერ ხვდები. დიახ, ზუსტად ეს არის ეს მარკეტინგული ხრიკები და ასე შემდეგ, რასაც შევწუდებთ ხოლმე. და რაც არის აუცილებელი მაგ-ყოლაფისათვის, რა თქმა უნდა, გამახიზიანებელია, უცებ პირობითად უკვე ძალიან ფეხმოკიდებული ბიზნესი, ხო, რომელიც როგორც არ უნდა იყოს, არ დაუშვათ ეძახი 1000 კომენტარი აქვს და ზოგს ვერც ნახულობენ და შენელოდები პასუხს გამახიზიანებელი, უფრო ვერ ნახეს, გამახიზიანებელი, რა თქმა უნდა, და პირადში მიწერვა, უბრალოდ აღარ მიწერო და დაასრულა. და ვიცი და მესმის, რომ გამახიზიანებელია, მაგრამ რაღაცნაირად იმ კუთხით უნდა შეხედოთ რა, რომ სჭირდება აქტიურობა, სჭირდება გვერდს და მესმის, რომ დამხლელია, მაგრამ ჰაი, როგორ ხართ მეგობრებო, რა შვებით, მე დილიდან გადადღლაზული ვარ, მოკლედ მზია მოვიდა სარეცხი შევყარეთ, გილო ცოცხლებზე გამოვიდა და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საყურე დავამთავრე დღეს, ასევე დავშალე 2 საყურე, გუშინ სატესტოთ რაღაცები გავაკეთე, რაღაცები არ მომეწონა, რაღაცები შევცვალე, მაგრამ დღევანდელი საყურე მინდა გაჩვენოთ, რომელიც დავასრულე და მისი ვიდეო რგოლი გადავიღე, რასაც აი აქ ჩაგისვამთ აუცილებლად უხმოთ, იმიტომ რომ მებლოკება ჩემი YouTube-ი, ეს გახლავთ აი ესეთი მოდელი, რომელიც საოცრად მომწონს, ყველა მხრიდან ვცადე სამაგრის გაკეთება და საბოლოო ჯამში აი ეს ვერსია მომეწონა ძალიან, რომელიც კეთდება აი ასე. და თქვენ არიცით ყურზე რა ლამაზია, აუცილებლად ვიდეოში ნახავთ და გიждები ჩემს ხელნაკეთ რაღაცეებზე და რო ვყიდი, ჩემი გული მიყვება, ჩემი სული მიყვება და ლამსერი მეც გავყვე ხოლმე. მადლობა, ვინც ჩემთან იძენს აქსესუარებს. თქვენ არიცით, რამხელა საქმეს აკეთებთ ამით. ამით იქნება ჩემი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა. ისე გემრიელად ვიყენებ ხალხო. ამ ფეხსაცმელებს 2 წყული რო ვიყიდე. მაგას გულისხმობ, აი რა გითხრათ. ეს ქუსლი კი აქვს მშვენიერი. ჰაი. და ის მეორე წყული, რომელიც ოდნავ სხვა ქუსლზეა, მაღალია ბევრად. ამაზე ნუ ბევრად რამაზე მაღალია. ის მიდევს, იმიტომ რომ ეს ისე მეკომფორტულა და იმდენამდე კარგად დავდივარ და თან მაღალიც არის და რა ცოტა საყენებს, რომ ის გადავდე. იყოს ისე დღეებში, როცა საჭირო მას ჩავიცვამ ხოლმე. ნამდვილად გამომადგება, იმიტომ რომ კარგი ფეხსაცმელია ძალიან. თუმცა საჭლაგუნოთ ვიჩვენე. აი მე მოვედი სამსახურს. 2 წუთში ვიქნები უფრო სწორად. ჯერ საკმაოდ ადრე. და მის სახე გამაიძრო ჩანდით. საკმაოდ ადრე მოვედი. ვიდეოებს რო ვიღებ ხოლმე, რგოლებისთვის რა ფილტრს იყენებ, მეკითხებენ. არა, ფილტრს არ ვიყენებ ხალხო. საერთოდ არ ვარ მომხრე ფილტრების.
ერთადერთი რასაც ვიყენებ ეს არის პორტრეტის რეჟიმი აქაც და პორტრეტის რეჟიმი იქაც. რომ არ მინდა რომ გარეშე სივრცეები ჩანდეს და მინდა რომ კონცენტრაცია იყოს იმ ყველაფერზე. უბრალოდ ავით ალბათ სწორად გადაღებაა საჭირო რა კურსები გამოხედვა და ასე შემდეგ. ფილტრს არ ვიდებ. რა ვიცი. რაც მინდა ხა ფილტრი. რაც ვარ ეგვარ. ამაზე უკეთესი მაინც არ გამოვჩნდები. თუმცა ვინც იდებს კი არ ვამბობ და როგორი. ისაც როგორ უნდა და საერთოდ ისაც როგორ უნდა ისევ ცხოვრობთ რა. მე ესეთი ფილტრების მომხრე არ ვარ, აი აბსოლუტურად სხვა რო ხარ და რო ვერ გიცნო. მაგრამ თუ ის ბედნიერია იმ ფილტრს დაიდოს. რა მენაღულება. მოვედით ბახსა შინა. დროებით. აი ხალხო. რაღაცა მინდა გითხრათ. კლავზე ორივე მაჟაზე რო გადაიხვიეთ ისა ქალები ხარ არიან ინგლისური არის ის პრეზიდენტისაც სული რო იჯდა და გეხვიწებით რა ეხლა და ახლა ვერ გაგირჩევიათ ხვდები და ხვდები ვერ გაგირჩევიათ ხო საქართველო და საქართველო ვერ გაგირჩევიათ და შეკაიკაცო რა ინგლისური გაარჩიეთ ხალხო იბასა ხო ჩვენსიბიტა და გულინატკერი თავისა ვიდეოს რო უყურებდა ალბათ ხო ადუღებული წყალო გადაასხა ისია და გევიდრებით რა ჩვენი მაინც დავიცვათ ჩვენი თორესასაც ვაფშე არ დავეძებ ხო და ხახაში ჟაშტენდე რო ინგლისური არის ბოდიში ვინც აწერთ ხო უმეტესობამ ქართულიც არის სადღაც არჩეს ინგლისური მე მაგალითად ხო ჰელოუს გარდა არაფერი არ ვიცი ხა იქ რო ჩასული ხარ ჰელო და დავასრულებდი ხო ისწავლის დააცადეთ დაიღო გავიდეს ეს 15 წელი ინგლისური ასეთი მარტივი სასწავლია ახლა ნერვები არ მომიშალოთ ხო აქ აქოციდანაცი არ მიძახო თორე თუ ავწიე ესა ნერვი ხო შეიძლება ეგ ვათამაშო ხო მე ხო ხარს აუჭერ ერთ პარტიას მე უნდა შევქმნა დოდი პარტია უნდა შევქმნა ვისაც აგინდათ ხო მობრძანდით ჩემთან ქუდოდის პარტიაზე უკეთესი სად უნდა ნახო და სად უნდა შეხვიდეთ ხო ახლა მოგეხსენებათ მე უბედურ ქართა საბჭოს წევრი ვარ და რაღაცა და წიმინდა რა წავწიო რა ქალების უფლებები რა კაცებო ფრთხილად იყავით ძალიან ფრთხილად იყავით სათავეში მოვდივარ შენ ვისავთ ხო შეკაროთ ქიმზე და ოკეანეში გაგიშვათ უბადოთ ბაი გუშინ დავუმონტაჟე ჩემ მარიკოს ქალბატონი რო ბრძანდებოდა თოჯინების თეატრში ეხლა ძალიან მომწონს მიყვარს როცა რაღაც სამახსოვრო კადრებს ვნახავ ხოლმე ძალიან მომწონს ჰაი ხალხო მზე გამოვიდა და დედა დილი და შევყარე 7 პარტია ეს ის არის წყის მანქანები ხოჭება კაი კალორამ გაგაგიჟაო მაგრამ რა ვიცი ვაი და ხვალ იწვიმოს ესა ისა გავაკეთე საყურები ასე უნდა დაიბინე ყურზე აკეთაც ასე ულამაზესი არ ვიცი რომ უყურე ვიზეზების სიხარულისაგან ასე ესა ჟაკეტი ხალხო რა მინდა გითხრათ დუწსა ჩავიცვა ვიხუთქები თხელუცა ჩავიცვა ვიხუთქები ხო და რა გაჩვია თქვენა ახლა ჟაკეტი ვერ გავალგარე ცხადია და რა საიცვამთ პიჯაკი ხوار ჩავიცვა მე ახლა ყველაფერი მიხდება ხო ხვდებით მაგრამ პიჯაკი ხوار ჩავიცვა და ვიცი ვაი დაიწვიმოს მე ეგრე ფერდებზე მირტყავს ხო და ახლა ისეთი კაკაშამზი არის ხო იქით ავარ ხალხო რა უნდა გითხრათ რაღაცას აღებავი ყოფილა ჭაღარისა იქით ამევიდივარდი მაგაზე გეუბნებოდით რა რომ ერთი უნდა ვიკითხო ესე იგი როგორცა შამპუნია ხო იცით ასე დაიტან თავზე 1 2 8 10 15 დაითვლი და იბანდა თმაგაკ შავი ხო და გადავიხადო და არ გაშავდეს სად მიდიხართ მერე ხო და ასე მივწერო თუ
არ უნდა ასე მიწერა საიტს. ხო? ხო და იქითაც ამივდივარ, იქნება იქითაც აქონდეთ და თუ არ ექნება, უნდა გამოვიწერო. უნდა გამოვიწერო. სხვა გზა არა მაქვს, ხო? წავედი პურსზე. თალათარე რა ვიცი ამას გადავყოლი. მოკლედ ესე დასრულდა გუშინდელი დღე, ნაყოფიერი იყო ძალიან. ხო, ფილტრზე ვინც მეკითხება ხოლმე, ფილტრს არ ვიყენებ მე ვიდეოებში, მეგობრებო, მხოლოდ პორტრეტის რეჟიმი, რომ უკან ფონი არ გამოჩნდეს ხოლმე. და შემჭირდება ფილტრი. ანუ რაც ვარ, ეს ვარ. არაფერი შეიძლება ფილტრით.